მაშინაც კი როცა საუკეთესო მულტფილმებია, ისინი სრულყოფილი არ არიან და Peppa Pig-იც ერთ-ერთი მათგანია. მოდი გადავხედოთ რამდენიმე სახალისო შეცდომას, რომელიც Peppa Pig-ში ვიპოვეთ. მაგალითად ეპიზოდში ბაბუა პიგის სათბური. ეპიზოდის ბოლოს, როცა ბაბუა ძაღლი ამზადებს პომიდრის სალატს, რამდენიმე სახალისო შეცდომა შევამჩნიეთ. როცა ბაბუა ძაღლი ამთავრებს სალათის მომზადებას, ის ყველას უმასპინძლდება. და როგორც აქ ხედავთ, ყველას თეფშზე სალათი აქვს, მაგრამ შეხედეთ, რამდენი სალათი დარჩა ჯამში. ზუსტად იმდენივეა, რამდენიც მაშინ იყო, როცა პირველად გააკეთა. როგორც ჩანს, ბაბუა ძაღლმა უსასრულო პომიდრის სალათის ხარვეზი გააკეთა. და ეს ყველაფერი არ არის. როცა პერსონაჟები იწყებენ პომიდრის სალათის ჯამას, ჯამში მხოლოდ პომიდრებია დარჩენილი. მაგრამ როცა კამერა ისევ აჩვენებს იმ ადგილს, სადაც ყველა პერსონაჟია, ჯამში უკვე ბაზილიკის ფოთლები ჩანს. მართლა რაღაცა უცნაური ხდება ამ სალათთან დაკავშირებით. იმ ეპიზოდში, სადაც ევი პირველად მიდის რესტორანში, ბევრი შეცდომა შევამჩნიეთ. მოდი დავიწყოთ მაგიდაზე მდგომი ჭიქებით. თავდაპირველად კარგად ჩანს, სად დევს თითოეული, მაგრამ რამდენიმე წამში, ისე რომ რარავინ შეხებია, მათი მდებარეობა უცებ იცვლება. და ეს ყველაფერი არ არის. დაგვერდი მამა პიგს ყურადღებით. როცა ჭამას დაასრულებს, თეფს მაგიდის შუაგულში წევს. მაგრამ შემდეგივე კადრში თეფში ჯადოსნურად თავის საწყის ადგილას მის წინ დაბრუნდა. სერიაში ჰუპსი საკმაოდ სახალისო შეცდომაა. როცა ყველა ბავშვი კალათიდან რგოლებს იღებს, ზოი ზებრაც უერთდება მათ. მაგრამ აი პრობლემა. სულ ცოტა ხნის წინ ის კლასში საერთოდ არ იყო. თუ ზოიმ ტელეპორტაცია არ ისწავლა, ეს აშკარად ანიმაციის შეცდომაა და ეს აქ არ მთავრდება. როცა ყველა თავის რგოლებით თამაშობს, ზოი ისევ საიდუმლოდ ქრება, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. თითქოს ერთი კადრისთვის გამოჩნდა და მერე ჰაერში აორთქლდა. სერიაში კანიონების ქვეყანა, როცა ჰორის ოჯახი მის რებიტის ვერტმფრენში ჩასაჯდომად ემზადება, კარგად დააგვერდით მამი პიგის ჩექმებს. აშკარად დაინახავთ, რომ ისინი ლურჯია. თუმცა სულ რამდენიმე წამში, როცა ის კიბეზე ჩადის ნავზე, მისი ჩექმები ჯადოსნურად იცვლის ფერს და იასამნისფერი ხდება. ნეტავ სათადარიგო წყვილი ჩაალაგა? თუ ეს კიდევ ერთი შემთხვევაა სწრაფი ფერის შეცვლის ანიმაციის. შემდეგი შეცდომა კი ცოტა გაქრობის ტრიუქს გავს. სერიაში სამაშველო ნავი, როცა Peppa დოგზე მიდის, ბუზღუნა კურდღელი გამოდის თავისი ნავის ლუკიდან. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა ყველა იმ ადგილას დგას, სადაც ლუკი თავდაპირველად იყო, ლუკი უკვე გამქრალია. ჩვენ არ გვინახავს, რომ ვინმეს დაეხურა ან გადაეტანა ის. სად წავიდა? შეიძლება ბუზღუნა კურდღლის ნავს საიდუმლო. ჩამოსაწევი ლუკი აქვს. ან იქნებ ანიმატორებმა გაქრობის ტრიუქში უბრალოდ ცოტა გადააჭარბეს. და ეს ყველაფერი არ არის. თავდაპირველად, თუ ნავის ბერკეტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის საჭისგან ბევრად შორსაა განთავსებული. მაგრამ ეპიზოდის ბოლოს, როცა ისინი გაცურავენ, ბერკეტი უცნაურად უკვე საჭის გვერდით არის განთავსებული. ნეტავ ბუზღუნა კურდღელმა დააყენა მბრუნავი ბერკეტი. თუ ნავმა თვითონ გადაწყვიტა მართვის პანელის გადალაგება მოგზაურობის შუაში. ეპიზოდში ექიმი ჰამსტერი სკუ, ვეტერინარი ექიმი ჰამსტერი, ბავშვებთან სტუმრად მოდის და საუბრობს იმ სამ შინაურ ცხოველზე, რომლებიც მასთან ერთად მოიყვანა. და როცა ის ბავშვებთან საუბრობს, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ კენდი კატაც იქ არის. მაგრამ მოგვიანებით ეპიზოდში, როდესაც ექიმი ჰამსტერი ამჩნევს, რომ მისი შინაური კუ ხეზე აძვრა, ის ქალბატონი კურდღლის სახანძრო სამსახურს ურეკავს. როდესაც სახანძრო სამსახურის ეკიპაჟი მიდის ადგილზე, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ მათ უკან მანქანა მოდის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კენდი კატა უკანა სავარძელზე ზის. მაგრამ როგორ შეიძლება ეს? ადრე ჩვენის კლასში ვნახეთ, მაგრამ ეხლა ის აქაა და მანქანაში ზის. მართლა ეს ძალიან უცნაური შეცდომაა. სერიაში მუყაო საავადმყოფო კარგად დააგვერდით, როგორ აჩვენებს Peppa ქაღალდების ფურცლებს. ჯერ ის აჩვენებს ზედა ფურცელს და იქ ლურჯი დინოზავრია. შემდეგ აბრუნებს მას უკან. შემდეგ ის იღებს შუა ფურცელს და იქ მწვანე დინოზავრია. ის ამ ფურცელს ზემოდან დებს და ისევ იღებს შუა ფურცელს. ადვილია მიხვდე, რომ იქ ლურჯი დინოზავრი უნდა იყოს, მაგრამ არა, იქ იასამნისფერი დინოზავრია. მაგრამ Peppa-მ ქვედა ფურცელი არ აუღია. აბა, როგორ შეგვეძლო მესამე დინოზავრის ნახვა? სერიაში უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა ძალიან უცნაური ანიმაციური შეცდომაა. როცა მამიკო ჰორს უსაფრთხოების კარს აღებს, ყურადღებით დააგვირდით. კარი პირდაპირ გადის Peppa-სა და ჯორჯის სახეებში, თითქოს ისინი იქ არც იყვნენ. ეხლა შემდეგი ზუსტად ანიმაციის შეცდომა არ არის, უფრო ლოგიკური შეცდომაა. როცა Peppa და ჯორჯი სახლს ბავშვებისთვის უსაფრთხოს ხდიან, ყველაფერს ბუშტუკებიან პარკში ახვევენ. მაგრამ აი პრობლემა. როგორ მოახერხეს, რომ ჩამოკიდებული ნათურა ბუშტუკებიან პარკში გაეხვიათ? არანაირად ვერ მიაღწევდნენ იმ ორ პატარა გოჯს მას. სერიაში მამიკოს ვიდეო კამერა რამდენიმე შეცდომა შევნიშნეთ. Peppa და ჯორჯი საუზმობენ, როცა მამიკო ღორის ვიდეო კამერას იღებს. ეხლა შეხედეთ აქ მაგიდას. როგორც ხედავთ, არის 200 მარცვლეულით და 2 ჭიქა ფორთოხლის წვენით. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა მამიკო ღორი კამერას მაგიდაზე დებს, მარცვლეულის თასი და ფორთოხლის წვენის ჭიქა ქრება და ეს ყველაფერი არ არის.
მოგვიანებით ეპიზოდში მამიკო ღორი კამერას ტელევიზორში აერთებს, რომ ნახოს გადაღებული მასალა. ეხლა შეხედეთ სად არის კაბელი შეერთებული. ის ტელევიზორის ქვედა ნაწილშია. როცა ტელევიზორის გადიდებულ ხედს ვიღებთ, ის კაბელი, რომელიც შეერთებული იყო, არსად ჩანს. მაგრამ ისევ, როცა ოთახის ფართო კადრს ვხედავთ, კაბელი ისევ ჩანს. ეპიზოდში კაილი კენგურუ. კაილი კენგურუ და მისი ოჯახი პეპას სახლში სტუმრად მიდიან. როცა ისინი ღორის ოჯახის სახლთან მიდიან, მთელი ღორის ოჯახი გარეთ გამოდის, რომ მიესალმოს მათ. ეხლა კარგად დააკვირდით ღორის ოჯახს. შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ პეპა და ჯორჯი პირდაპირ მამა და დედა ღორის წინ დგანან. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა კადრი პეპასა და ჯორჯზე ახლოვდება, დედა და მამა ღორი კადრიდან ქრებიან. თუმცა ადრე ვნახეთ, რომ ისინი პეპასა და ჯორჯის პირდაპირ უკან იდგნენ. ამ ეპიზოდში კიდევ ერთი შეცდომაა და ეს კიდევ უფრო სასაცილოა. მას შემდეგ, რაც პეპა და ჯორჯი კაილი კენგურუს და მის ძმას ჯოის ხვდებიან, პეპა კაილის აჩვენებს, როგორ უნდა ხტუნვა ტალახიან გუბეებში. ეხლა შეხედეთ ტალახიანი გუბის ზომას. ის საკმაოდ პატარაა, მაგრამ როცა სხვა პერსონაჟები იწყებენ გუბეში ხტუნვას, მისი ზომა ჯადოსნურად იცვლება. ჩვენ აშკარად ხედავთ, როგორ იცვლის გუბე მოულოდნელად ზომას. ეხლა გადავიდეთ სერიაზე სახელად გადამუშავება. როცა პეპა მიდის ნაგვის ურნასთან, თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნაგვის ურნის ზემოთ ნახატებს შეამჩნევთ. მაგრამ სულ რამდენიმე წამში, ზუსტად იგივე ნახატები ჯადოსნურად ჩნდება ქურის ზემოთ. და ბოლოს, როცა დედა ღორი პეპას გადამუშავების ყუთებს აჩვენებს, ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება. ყუთები მაციურის მარჯვენა მხარეს დგას, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. ყველა სხვა ეპიზოდში მაცივარი კედელთანაა მიდგმული და იქ საერთოდ არ არის ადგილი ამ ყუთებისთვის. ეპიზოდში ბაბუა ღორის კომპიუტერი, პეპა და ჯორჯი მიდიან ბებია ბაბუის სახლში, რომ გააკეთებინონ მათი გაფუჭებული საათი. ასე რომ, საათის შესაკეთებლად ბაბუა ღორი თავის სათავსოში მიდის. ეხლა კარგად დააკვირდით, თუ საათის უკან შევხედავთ, დავინახავთ ხელსაწყოების კალათას. მაგრამ შეცდომაა ის, რომ რამდენიმე წამში კალათა ჯადოსნურად ქრება. და ეს ყველაფერი არ არის. როცა ბაბუა ღორი ბოლოს საათს აკეთებს, კალათა ისევ ჯადოსნურად ჩნდება. გავაგრძელოთ. სერიაში სათამაშოების გარდა, ჩვენ შევამჩნიეთ რამდენიმე სახალისო შეცდომა. აქვე თუ კარს დააკვირდებით, არის საფოსტო ჭრილი. მაგრამ სულ რამდენიმე წამში, როცა მისტერ ზებრა კარს აღებს, სლოტი მთლიანად ქრება. და იმ სცენაში, სადაც პეპა კარადის ფეხებს ჯორჯს აწვდის, ჩანს თითქოს მისი ხელები პირდაპირ ნიკაპიდან ამოსდის. სერიაში პატარა გოჯი. როცა ქლოი ფარდულიდან საბავშვო ეტლს გამოაქვს, კარგად დააკვირდით თავად ფარდულს. თავდაპირველად ფარდულზე დროშაა დამაგრებული, მაგრამ შემდეგ კადრში ეს დროშა მთლიანად ქრება. და აი კიდევ ერთი უცნაური დეტალი. როცა პეპა აღნიშნავს, რომ ჯორჯი ბიჭია, ჩვენ ნათლად ვხედავთ ბურთს მათ გვერდით, მაგრამ სულ რამდენიმე წამში ეს ბურთი ესფესრულად ქრება. სერიაში ბიბლიოთეკა, როცა მამა გოჯი ჯდება და კითხულობს ბეტონის საოცარ სამყაროს, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც მანამდე ფანჯრიდან ჩანდა, ახლა მთლიანად გამქრალია. და სერიის ბოლოს, სუზი თავის ბიბლიოთეკის წიგნს ხელში იჭერს. მაგრამ აი შეცდომა, ადრე ის მწვანე იყო, ეხლა კი ნარინჯისფერი. სერია გთხოვდა მადლობა იწყება იმით, რომ გოჯების ოჯახი ბაბუასა და ბებიასთან ერთად საუზმობს. სწორედ აქ, დედა გოჯი აპირებს წვენის ჩასხმას პეპას ჭიქაში. თუ კარგად დააკვირდებით, სურა თითქმის ბოლომდეა სავსე, ზედა სახელურამდე. მას შემდეგ რაც დაასხამს, დონე იკლებს. რაც ლოგიკურია, მაგრამ აი უცნაური ნაწილი. როცა მამი პიგი ჯორჯს მიუბრუნდება და ეკითხება სურს თუ არა წვენი, უცებ სურა ისევ მთლიანად სავსეა. როგორც ჩანს, მამი პიგმა რაღაც უსასრულო წვენის ხარვეზი აღმოაჩინა და ეს ერთადერთი შეცდომა არ არის. მოგვიანებით ეპიზოდში, საბავშვო ბაღში, სუზი ზის რიჩარდ რებიტის უკან და პეპას წინ, მაგრამ როცა კამერა მასზე ახლოდან გადადის, უცნაურად ედმუნდ ელეფანტი მის წინ გაჩნდება. ეხლა შემდეგი შეცდომისთვის ჩვენ გაჩვენებთ ამ ფრაგმენტს. ნახეთ, შეძლებთ თუ არა შეცდომის პოვნას. ეს თესლები გაიზრდება და ლამაზ ყვავილებად იქცევა. შენ შენიშნე ეს. როცა ბაბუა პიგი თესლებზე ლაპარაკობს, დააკვირდი სად დგას მორწვის ჭურჭელი. შემდეგ სცენა ახლოვდება თესლებზე და ისევ თავის საწყის ადგილას ბრუნდება. მაგრამ შეხედე მორწვის ჭურჭელს. მისი მდებარეობა კადრებს შორის ოდნავ შეიცვალა. და ეს ყველაფერი არ არის. ამ ეპიზოდში კიდევ უფრო სასაცილო შეცდომებია. შეხედე როგორ არვევს ბაბუა პიგი მიზიდულობის კანონებს. ისე როგორც ის ხუთს იჭერს, ყველა თესლი ერთდროულად უნდა დაღვრილიყო. მაგრამ აქ მხოლოდ ერთი თესლი იღურება ერთდროულად და ადრე ხუთი სავსე იყო თესლებით. მაგრამ როგორც კი პირველი თესლი დაიღვარა, ხუთი ნახევრად ცარიელი გახდა. და რამდენიმე წამში ხუთი ისევ სავსეა თესლებით. ეს რაღაც უსასრულო თესლების გლიჩია და ბოლო შეცდომა ამ ეპიზოდში მართლაც უცნაურია. როცა ბაბუა ღორი ფრინველებს დევნის, მისი ხელი პეპას სახეს გადაფარავს. ახლა პეპას სახეზე ხელი ამოსვლია.
ეხლა მოდი ვნახოთ შეცდომები ეპიზოდში. კბილის ფერია. ამ სცენაში აშკარად ჩანს მაგიდის კიდე და იქ არაფერი დევს. მაგრამ როცა კადრი შორდება, მაგიდაზე სპაგეტის თეფში ჩნდება და ამ სცენაში პეპა კიბესთან მიდის, მაგრამ აქ რაღაც აკლია. აქ სარდაფის კარი არ უნდა იყოს და ასევე ზოგ ეპიზოდში კარი სარდაფში მიდის, ზოგში კი უბრალოდ სათავსოა და ეს ყველაფერი არ არის. როცა პეპა კბილებს იხეხავს, დააკვირდით როგორ გადადის გულის სიმბოლო მის ტანსაცმელზე ერთი მხრიდან მეორეზე. და ასევე ამ სცენაში მათ უკან არაფერი ჩანს. მაგრამ რამდენიმე წამში ლავაბო გამოჩნდა და მეორე დღეს როგორც კი მზე ამოვიდა, კიდევ ერთი შეცდომა შევნიშნეთ. საათები გავიდა და მზე ამოვიდა. მაგრამ აქ ღრუბლები არც კი განძრეულა. და ეს იყო პეპა პიგის ანიმაციის ყველაზე სახალისო შეცდომები. შენ კიდევ რომელიმე შეამჩნიე, რომელიც ჩვენ გამოგჩა. დაწერე კომენტარებში და შეიძლება შემდეგ ჯერზე შენს მიერ ნაპოვნიც გამოვაჩინოთ.